მოგესალმებით მარტვილიდან, ქალაქიდან, რომელიც 3 წელია გადათხრილია. ჩემს უკან ხედავთ საავტომობილო გზას, ტვერს, უბედურებას, ორმოებს. ეს არის მარტვილი, ტურისტული ლოკაცია. ადგილი, სადაც ტურიზმი არის ერთადერთი შემოსავალი ადგილობრივებისთვის. აი ეს ხდება ტურისტულ სეზონზე. ადგილობრივ ხელისუფლებას ხომ არ ადარდებს და ნათელი მაგალითია კორუფციის, გულგრილობის და დაუდევრობის ეს ყველაფერი და არც ცენტრალურ ხელისუფლებას არ ადარდებს მარტვილი, არ ადარდებს ადგილობრივები და ეს უბედურება ხდება მარტვილში უკვე 3 წელია. არ ვიცი რა ვთქვა, მე გაგიზიარებთ კადრებს, რა მდგომარეობაშია მთლიანად ქალაქი, გაუბედურებულია საავტომობილო გზა და რა ვიცი, აი აქ რომელი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს, ან თუ ჩამოვა, რა თქმა უნდა ის მეორეჯერ აქ აღარ დაბრუნდება, არადა ამ ადგილას არის ულამაზესი კანიონი და არა მარტო კანიონი, სამონსტრო კომპლექსები, სხვადასხვა ტურისტული ლოკაციები და არ შეიძლება აი ასეთი გზა იყოს აქ და არ შეიძლება კორუფცია ხრავდეს და ანადგურებდეს მარტვილს და მთლიანად სამეგრელოს.